შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის დღეს აღნიშნავს, თარიღს უწყება ბათუმში ზეიმობს. ოფიციალური ღონისძიება საოცრებათა მოედანზე უკვე დაიწყო. პოლიციელის დღეს თანამშრომლებს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ულოცავს. მინისტრი პირადად აჯილდოვებს მოქმედ პოლიციელებსა და უწყების ვეტერან თანამშრომლებს. აქვე შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ავტოპარკი, ტექნიკა და იარაღებია წარმოდგენილი. შესაძლებელია გადაუდებელი მართვის ცენტრის, სახანძრო და დაცვის სამსახურის სერვისების გაცნობა. დაინტერესებული პირებისათვის ტერიტორიის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ შეეძლება. ბულვარის ტერიტორიაზე გაიმართება სხვადასხვა სახის სანახაობითი ღონისძიებებიც. პოლიციის დღეს 19 საათზე ბენდი ნიუტონი დაასრულებს. ღონისძიებას საჭარისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. ვრცლად ღონისძიების შესახებ დღის მთავარ გამოშვებაში გიამბობთ. Ასტორმეტი წარმოადგენთ ახალ პროექტებს, როგორიც არის SMS შეტყობინება, GPS ტრეკერების სერვისი. ეს არის იმ ტურისტებისთვის, რომელსაც შეუძლიათ გადაადგინენ მაღალმთიან რეგიონებში, აიღონ ეს მოწყობილობა და ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში ჩვენ მათ დავეხმარებით ძალიან მარტივად. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯავშანტექნიკების წარმოადგენელი ეს როგორც ასევე სამედიცინო, ასევე საბრძოლო, ასევე კავშირგაბმულობის მანქანები. მოხარულები ვიქნებით თუ მოვლენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ, დავათვალიერებინებთ, დავუხსნით თუ რამე ინტერესებთ კითხვები გააჩნიათ და გადაიღონ სამახსოვრო სურათები, მიულოცავთ სრულად ყველა პოლიციელს დღევანდელ დღეს, ვსურვებ რავი წარმატებას ერთიანად ძლიერ საქართველოს.